რეჟისორი ერმალო მაღრაძე რიგით მეოთხე მხატვრულ ფილმს იღებს. მსახიობებთან მუშაობა მან 25 დეკემბერს დაიწყო და პირველი სინჯებიც გააკეთა. ფილმი ფილოსოფიურ თემაზეა და ადამიანის რაობაზე აკეთებს აქცენტს. ვინ ვართ ადამიანები, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ამ საკითხებზე ძიება იქნება ფილმის მთავარი სათქმელი. ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია და ღმერთისკენ სავალი გზა მხოლოდ სიკეთით და ქველმოქმედებით უნდა გავიკაფოთ. როგორც ჩემი წინა ფილმი და საერთოდ მე ვარ ძიებაში. თუ ვინა ვარ ჩვენ ადამიანები? საიდან მოვედით, საით მივდივართ? და სად არის გამოსავალი მოვლებული იმასაც, რომ ადამიანმა უფლის 64-ში დაიმკვიდროს ადგილი. მე ვეცადი ამაში გავკოვლიყავი, წინა ფილმშიდაც რაღაცები ჩავახსოვე, მაგრამ ამ ფილმში უკვე ვამბობ ღიად, ესე იგი რომ თუ ადამიანმა რაღაც დააგროვა ორი გაბეგი ქონება, მოახმაროს ხალხის კეთილდღეობას. ამაში ახსნა ბევრი ადამიანი, ბევრი მილიონერი, ბევრი ფულის მქონე ხალხი, როდესაც ფული შოვა, თითქმის უკვე ხარჯავს საქველმოქმედო აქციებში, იმიტომ რომ ისინი იციან, რომ ვერ მოხვდები 64-ში, თუ დიდი ქონება დააგროვა და ხალხს არ დაეხმარე. ეს არის ჩემი მიზანი. ფილმის მთავარ პერსონაჟს, რომელიც მილიარდელია, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რომელსაც უეცრად გულის შეტევა ემართება, მოქმედება მანქანაში ვითარდება. ამ ფაქტს უნებურად ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი შეესწრება, რომელიც მთელი ქონების მეპატრონე გახდება. პედაგოგის როლის შემსრულებელი უშანგი ჩხეიძის თეატრის მსახიობი ზურა აბესაძეა. სცენარი თითქმის დასრულებულია, შესაძლებელია ზოგიერთი დეტალი. მსახიობების შერჩევა ზესტაფონის თეატრიდან მოხდება, თუმცა როგორც რეჟისორი ამბობს, თბილისიდანაც ყავს მოწვეული მსახიობები, კერძოდ მიზნად ისახავს თავის ფილმში გიორგი შენგელაია გადაიღოს. აღსანიშნავია, რომ სცენარის ავტორი თავად ერმალო მაღრაძეა და მსახიობების გარეგნობაზეც ის იზრუნებს. ფილმი ფინანსების გარეშე შეკეთდება და ჩვეულებრივ მოქალაქეებს და მსახიობებს თანადგომისაკენ მოუწოდებს. ეხლა დაიწყო ახალ ფილმზე მუშაობა, სადაც მინდა ვთქვა მთელი გულით შემიძლია დავუდგე ამ კაც გვერდით, სადაც თავარი როლი მექნება მე, როგორც ვიცი და ალბათ ყველა მსახიობები მოეხმარება ერმალოს დაუდგება, იმიტომ რომ ეს ერმალო ჩვენი მეგობარია, ყველა ჩვენი მეგობრების აქ ჩვენი თეატრის მსახიობების და მინდა წარმატება უსურვო. ერმალოსთან გატარებული ყველა დღე და ყველა წუთი მინდა ვთქვა, რომ არის ძალიან კარგი და ძალიან ხალისიანი და ძალიან იუმორით ახსავსე. და რა ვიცი, ყველას ჩემ თავსაც და ყველას უსურვებ წარმატებებს, უსურვებ ამ ფილმს უფრო მეტ აღიარებას და წარმატებას და ძალიან კარგი იქნება თუ ყველა დაუდგება ამ კაც გვერდით, უნდა კარგი საქმის კეთება ამ ადამიანს და მოუწოდებ ყველას. არის უფინანსოდ კეთდება აბსოლუტურად ეს ყველაფერი, აქ არ არის არანაირ ფულზე და არანაირ ჰონორარზე საუბარი. გადაღებების დროსაც თუ კიდე გვერდში დაუდგებიან უფრო მეტად და მოეხმარებიან, მე პირადად კიდევ დიდ მადლობას მოვუხდი ყველას. თუ ვინმე გამოჩნდება კიდე მეცენატი, ჩემობატონო და რაღაცაში დაგვიდგებიან და პატარა ხელს წაგვიკრავენ, რა თქმა უნდა კარგ საქმეს გააკეთებ. ფილმის გადაღება სავარაუდოდ გაზაფხულიდან დაიწყება.